ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად სტუდენტები კვლავ წინა ხაზზე არიან. ახალგაზრდები ამბობენ, რომ რეპრესიული კანონებისა და მუქარების მათ არ ეშინიათ, შესაბამისად ისინი პროტესტს აგრძელებენ. კვლავ გაფიცულები არიან სტუდენტები 4 უნივერსიტეტიდან. ახალი რეპრესიული კანონის მიხედვით იგრძელება პროტესტი დახურულ სივრცეში. სტუდენტებს ლიზი ბეკუ ესაუბრა, სწორედ ის უერთდება ახლა ფორმულას პირდაპირ ეთერს. ლიზი გისმენთ. გიორგი, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის 74 დღეს სტუდენტები კვლავ არიან ეპიცენტრში. ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან მიღებული რეპრესიული კანონების მიუხედავად საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩვენ კვლავ ხედავთ სხვადასხვა სტუდენტურ კერებს, სტუდენტური პროტესტის კერებს. ეს უნივერსიტეტები არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, თეატრალური უნივერსიტეტი თუ სხვა უნივერსიტეტები. სტუდენტები ეხციენდებიან საერთო მოთხოვნებისთვის, იმ მოთხოვნებისთვის, რომელიც უკვე ქვეყანაში 74 დღეა ხმამაღლა ისმის. ეს არის ხელახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. სტუდენტების თქმით, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან დაანონსებული ამ კანონმდებლობის მიუხედავად ისინი არ შეწყვეტენ პროტესტს და იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ მოუწევთ, რომ დატოვონ უნივერსიტეტის შიდა ტერიტორია, ისინი გადაინაცვლებენ ან სხვა ლოკაციაზე ამ პროტესტს განაგრძობენ. გარე პროტესტის ერთ-ერთი კარგი მაგალითი არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტები უკვე მე-16 დღეა, რაც გარეთ ათენებენ იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნები, რაც უკავშირდება რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასაც. სტუდენტების თქმით, ახლა ერთიანობის დროა და მანამ სანამ ეს რეჟიმი არ გაჩერდება და არ დამარცხდება, ისინი ამ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. რაც შეეხება კანონს, რომელიც მიიღეს ჩვენ წინააღმდეგ კონკრეტულად, რომ უნივერსიტეტებიდან აგვიკრძალონ, რომ უნივერსიტეტში იყოს ჩვენი პროტესტი, ამ კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს არ დავემორჩილებოდა და ჩვენებით არაფერად ჯერჯერობით გამოვიდეთ და გარეთ ვიყოთ, თუმცა ვიცით, რომ დადგება ის მომენტი, როცა მოგვადგება ამ პოლიცია ან ვინმე წარმომადგენელი, რომელიც მოგთხოვს, რომ გამოვიდეთ, შეიძლება ძალით გამოყარონ და ამ შემდეგ. ამ შემთხვევაში კონკრეტულ გეგმას, რას გავაკეთებ, დავაანონსებ აუცილებლად, თუმცა რა თქმა უნდა, პროტესტი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, პროტესტი გაიშლება, მათ შორის აუცილებელია ის, რომ სტუდენტები გამოჩნდეთ ისევე როგორც პარლამენტთან, ისევე როგორც რეგიონებში, სხვა ქალაქებში, გამოჩნდეთ ერთიანად, ისე დანაწევრებულები აღარ იყოს, როგორც ეხლა ვართ. ყველა შემთხვევაში თუ კი უნივერსიტეტიდან გამოსვლა მოგვიწევს და გამოყრიან გარეთ, ყველა შემთხვევაში პროტესტის უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს სტუდენტების პროტესტი. ეს იყო მორიგი მცდელობა ჩვენი დაშინების, იყო პრეცედენტი, რომ მობილიზება იყო პოლიციის და იყო ძალის დემონსტრირება, მაგრამ ჩვენ ამის არ შევშინდებით არასდროს და ხალხსაც მინდა ვუთხრა, რომ ახლა შიშის დრო არ არის, იმიტომ რომ ახლა წყდება ჩვენი მომავალი რა. თან მით უმეტეს სტუდენტები ვართ საქმეში და როცა სტუდენტები ვართ საქმეში, ესე იგი რთულად არის სიტუაცია. ჩემი აზრით გავიმარჯვებთ მაქსიმალურად. გუშინ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა მე-16 ღამე გავერთიანეთ ხიათის ქვეშ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. მოთხოვნები იგივე რჩება, რა თქმა უნდა, უერთდებით საერთო მოთხოვნებსაც და შევახსენებთ ასევე ყველას, რომ სეუს ყავს 19 წლის სტუდენტი, რომელიც არის სინდისის პატიმარი, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, რაზეც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დუმს და არ უცხადებს სოლიდარობას. ჩვენით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, არ გვეშინებს თოვლი, ყინვა, მე რა რომ გარეთ ვართ, მე რა რომ დრაკონული კანონები მიიღეთ, ჩვენ არ ვაპირებთ ტერიტორიის დატოვებას მაინც. უწყვეტი პროტესტი 27 დღე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ილია სტუდენტური მოძრაობა აუგზავნეს პროტესტს, როგორც უნივერსიტეტში, ისე უნივერსიტეტის გარეთ, მიუხედავად იმ ახალი დრაკონული კანონებისა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და გაგრძელდება ბრძოლა იქამდე, სანამ სტუდენტები არ გადაწყვეტს, რომ საჭიროა უნივერსიტეტიდან გამოსვლა და ბრძოლის შეწყვეტა. დიახ, რეჟიმს რომ სტუდენტების ეშინია, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გუშინ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან მოაბილიზა საპოლიციო ძალებით, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც ამბობენ სტუდენტები, რომ არანაირი და ვერანაირი საპოლიციო ძალები მათ ვერ შეაშინებთ, სანამ ამ ბრძოლას ბოლომდე არ მიიყვანენ.